მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან მორიგი. ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ჩვენი გადაცემის მორიგი ეპიზოდის სტუმარი არის საკაბელის მართველი პარტნიორი ბატონი ედიშერ მამალაძე. ედიშერ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. საინტერესო თემებზე მოგვიწევს დღეს საუბარი და შესაბამისად უპირველეს ყოვლისა აქცენტი მინდა დავსვათ საკაბელზე. მის პოზიციონირებაზე, მის პრეისტორიაზე, აწყვოზე, სამომავლო გეგმებზე, ხარისხობრივ ნაწილზე, ყველაფერზე ერთად რაც კუპაჟურად იყრის თავს კომპანიის საქმიანობაში. შესაბამისად გვიანბე საკაბელზე და შემდეგ უკვე გადავიდეთ და ჩავაქსოვოთ სხვადასხვა საინტერესო თემები. ედიშერ მამალაძე, განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამუშაო გამოცდილება, კერძო ბიზნესი, უნივერსალური ბირჟა, სავაჭრო ოპერაციები, ქუთაისის ბანკთა შორისი სავალუტო ბირჟა, მართველი პარტნიორი. ამჟამინდელი საქმიანობა, საკაბელის მართველი პარტნიორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. გილოცავთ ყველა დღესასწაულებს, რომელიც იყო ამ წელში უკვე. საკაბელის ისტორია რომ დავიწყო, მე მგონი ეს გადაცემა კი არა, ბევრი არ გვეყოფა, იმიტომ რომ 1958 წლიდან მოდის ჩვენი ისტორია. ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას ერთადერთი ინდუსტრიული ბრენდი ვართ საქართველოში, რომელიც თავისი დაარსებიდან დღემდე პროფილი არ შეუცვლია და აგრძელებს იგივე კუთხით მუშაობას. დაარსდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს და უფრო მეტად საინტერესო იქნება ჩვენი უკვე თანამედროვე ცხოვრებით საკაბელის ცხოვრება, ვინაიდან ჩვენი გუნდი საკაბელს შემოუერთდა 2006 წლიდან, ასე რომ წელს იუბილეც აგვაქვს აი ამ კუთხით თუ ვიტყვით. და შემოუერთდა ერთი საინტერესო ფაქტიდან გამომდინარე. ჩვენ და საბედნიეროდ ისეთ დროს მოვედით, როდესაც ჯერ კიდევ ის წდომა არ იყო განხორციელებული, ანუ ის ხალხი, ვინც მუშაობდა თავიდანვე ამ ქარხანაში, ჯერ კიდევ იყვნენ საქართველოში და ზესტაფონში, ვინც დაიწყო ამ კაბელის ქარხნის ისტორია. ჩვენ მქონდა ესეთი სიტუაცია, რომ მე და ჩემმა პარტნიორებმა გავიმარჯვეთ ტენდერში, სადაც იყო კაბელები შესატანი, ეგ არის 2004 წელი და როდესაც წარმატებით განვახორციელეთ ეს ოპერაცია, ვინც იყო ჩვენი მაშინდელი, ასე ვთქვათ, მეგზური ამ თემაში, ეხლა სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის, ერთი, მეორე ჯანმრთელად არის და ჩვენი პარტნიორია დღესაც. იმის მაგივრად რომ გავხარებოდა ყველას და ჩვენ რა თქმა უნდა გაგვეხარდა, მე კაბელთან შეხება მანამდე არ მქონია. მათ გამოთქვეს გულის წვეტა, რომ აიო, კიო ეს მოვიგეთო, მაგრამ ეს პროდუქციაო რაც მოვიგეთო ხა ჩვენ მაშინ და შეგვეტანა ენერგეტიკის სამინისტროში. ეს რაც მოვიგეთო გამრიცხველი ენერგიის პროდუქცია, ეს თავისუფლად შეიძლებოდა რომ დამზადებულიყო საქართველოში. აბა როგორ რანაირად ეს ადამიანები ორივენი იყვნენ საკაბელის ყოფილი თანამშრომელი და პარტნიორები და იმ პერიოდში ქარხანა გაჩერებული იყო. არ მუშაობდა. აი ეხლა დაიწყო ინტერესი. ეს არის ჩემი ამჟამინდელი პარტნიორის მამაც გარდაცვლილი ბატონი გურამ სამხარაძე და ჩვენი ახლანდელი პარტნიორი ბატონი ნესტორ ლუტიძე. ჩემი პარტნიორი ბეჟან სამხარაძე და მე. აი ჩვენ დავიწყეთ ეგ. შესანიშნავი ისტორია არის. შესანიშნავი ისტორია, შემართება არის ყველაზე კარგი. ხალხგასასმელი ბრძანები. ეს იყო 2006 წელი, როდესაც შევიძინეთ მაშინდელი პარტნიორებიდან, სხვა პარტნიორებიდან წილი და შევედით ქარხანაში. როდესაც შევედით ქარხანაში და დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ ყველა დაზგა დანადგარი იყო გაჩერებული, კონსერვირებული. ჩაირთვებოდა, გამოირთვებოდა ძველი ელექტროობით აღჭურვილი და
მოგეხსენებათ, კაბელი არის უწყვეტი წარმოების პროცესი. და ყოველი არაგეგმიური გაჩერება იწვევს წუნის წარმოშობას და ხო წარმოგიდგენიათ ამ გაშვება ის დროს რამდენი წუნი წარმოიშოვა. ყველა წუნი უკვე თვითღრებულებას აწვევდა და კაბელის ხარისს აზიანებს და ნუ მთელს. და მოგვიწია პირველად გადაიარაღების გაკეთება. და ძალიან ბევრი დარწმუნება მოგვიწია ბანკის რომ ჩვენ ამ საქმის გამკეთებლები ვიყავით და მის მერე ბევრმა წყალმა გამლო ასე ვთქვათ, ეხლა რომ ვიხსენებ, თავიდან რომ შევედით პირველი წლის რეალიზაცია იყო 350.000 ლარი. პირველი წლის რეალიზაცია? პირველი წლის რეალიზაცია იყო. კი ბატონო. ნუ დღეს შეგვიძლია ვიამაყოთ რომ 140 მილიონ ლარზე გავდივართ, ასე რომ საკმაოდ დიდი არის სხვაობა იქიდან დღემდე. თუმცა ამას ყველაფერს ჩვენი პარტნიორების და დირექტორატის მოგჩაუხრელი მუშაობა და ასევე ძალიან ბევრი კარგი პროექტების გამოყენება, რომელიც საქართველოში განხორციელდა ამ დროის განმავლობაში. აი მაგალითად რამდენიმე პროექტის შესახებაც რო გვიამბოს თუნდაც. კი ბატონო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენს გადაიარაღებაში და ინოვაციურ წარმოებაში შეიტანა აწარმოეს საქართველოს პროექტებმა, რომლის დროსაც დავამატეთ საკაბელო დანადგარები ძალიან ბევრი და ასევე დავამატეთ ჩვენთვის საჭირო ნედლეულის ადგილობრივი წარმოება. ანუ კაბელის დასამზადებელი ნედლეული თვითონ ადგილზევე შევძელით რომ დაგვემზადებინა. ეს გახდა სტიმულატორი იმისი, რომ ამ დროს შემოვიდა DCFTA, შემოვიდა ევროპული ბაზრის გახსნა და ამ კომპონენტმა მოგცა საშუალება რომ ქართული წარმოება დაგვერქვია მთლიანად კაბელისთვის. ანუ როდესაც უკვე დიდი წილი გარკვეულწილად არის რომ 4-ნიშნა კოდის ცვლილება მიდის, ტექნიკური დეტალები, მაგრამ როდესაც ხმა გადამუშავება მიდის ნედლეულის, თორე ჩვენთან ახლა სპილენძი კი მოიპოვება, მაგრამ არ გადამუშავდება. ასე რომ ჩვენ შემოგვაქვს სპილენძის და ალუმინით, ასევე შემოგვაქვს სხვადასხვა ინგრედიენტები და მათი ხმა გადამუშავების შედეგად ვაწარმოებთ უკვე ადგილობრივ პროდუქციას. და შემდეგი ეტაპი კიდე ის იყო, რომ ბევრ პროექტებში მივიღეთ მონაწილეობა, საკმაოდ ბევრი ვიწვალეთ იმისთვის, რომ სრულფასოვანი აკრედიტირებული ლაბორატორია გქონოდა. ასევე ბევრი გავიარეთ გზა იმისთვის, რომ ევროპული შესაბამისი სერტიფიკატები მიგვეღო და უკვე მოვახდინეთ ის, რომ ევროპაში ვაგზავნით უკვე ქართულ პროდუქციას. რომელიც ძალიან გვიამაყება და არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. ძალიან მაგარი ისტორია მოყევი ედიშერ და ანუ ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან კარგი მაგალითი ილუსტრაცია სწორად დანახულ მენეჯმენტს, მიზანს და სურვილს, რომ საქართველოში შეიძლება საწარმოო ინდუსტრიული კომპონენტების განვითარება, რა შედეგებზე გასვლა შეუძლია საბოლოო ჯამში. რამდენ ქვეყანაში ახორციელებთ დღეს ექსპორტს? სომხეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ისრაელი, ეს უშუალოდ ასე ჩვენ ვახორციელებთ. და ჩვენი სხვა პარტნიორების მეშვეობით ამერიკა, თურქეთი. ძალიან დიდი მონაგარი არის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათ შორის ბიზნესმა სწორად დაინახოს და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რაც თუნდაც ქვეყანაში არსებობს. ეხლა აწარმოეს საქართველოს კომპონენტი ახსენე და კი ეს ძალიან დიდი მხარდამჭერი პრეფერენციების მატარებელი არის ბიზნესისთვის, ასევე DCFTA ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები. ანუ აქ აი მე ყოველთვის სინანულით აღნიშნავ ხოლმე რომ როდესაც 2014-ში მოვაწერეთ ევროპასთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს ხელი, ანუ DCFTA-ის დოკუმენტს, იქიდან მოყოლებული ქართულმა ბიზნესმა შეიძლება ითქვას რომ დიდი რაოდენობით ვერ გაიაზრა ის შესაძლებლობები, რაც 400 მილიონიან მაღალ მსხვილობუნარიან ბაზარს შეუძლია მოგვიტანოს ჩვენ. გამონაკლისები, ერთეული შემთხვევები და აი საკაბელიც არის იდეალური მაგალითი ამ ყველაფრის, რომ კარგად გამოყენების შემთხვევაში შეუძლია ევროპას, რომ მოგვიტანოს დოვლათი. აი აქ მინდა რომ ერთგვარად ძალიან ბევრი გვიყურებს და შესაბამისად მინდა რომ ერთგვარი რჩევების და რეკომენდაციების ველიც გავაჟღეროთ.
ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ეს არის პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა ეს გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული და მათ შორის აი როდესაც ევროპის ბაზარზე ვსაუბრობთ, ეხა ბევრს ევროპის ბაზრის მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში ბიუროკრატიასთან, კაბალურ პირობებთან აიგივებს ხოლმე ამ ყველაფერს, მაგრამ არ არის ეს ასე, ხო? ანუ პირდაპირ ხარისხზე არის ორიენტაცია და სწორება აღებული და უნდა დავაკმაყოფილოთ ეს თუ გვინდა რომ რეალურად ჩვენი პროდუქცია ევროპულ დახლებზე მოხდეს. აი რა გზა გაერთ ახლა რამდენიმე ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჩამოთვალე, ხო? თუნდაც პარტნიორების გავლით ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც შეღწევაც არ არის ასევე მარტივი და გაცილებით რთულია ვიდრე ევროკავშირის ბაზარს. აი მაინტერესებს, მოდი ერთგვარად აი ჯერ ეგერთი ისტორია მაინტერესებს ძალიან, აი როგორ მოახერხეთ აი ევროპულ ბაზრებთან იმპლემენტირება და მეორე არის მინდა რომ აი ეს რჩევების და რეკომენდაციების ველიც გავაჟღეროთ განსაკუთრებით იმ ბიზნესმენებისადმი, რომელთათვისაც დღეს ევროპის ბაზარზე მოხვედრა არის დილემა. და ასოცირდება რაღაც დიდ ბიუროკრატიასთან და ყველა და ამაზე ციფრებიც მეტყველებენ. 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე თლიანი ექსპორტის მაჩვენებელი ევროპაში არის 0.2%. ცუდია. ძალიან. გისმენ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ როდესაც გინდა აწარმოო ხარისხიანი პროდუქცია, თუ ბაზარი არ გიწყობს ამაში ხელს, არის ძალიან რთული. მოგეხსენებათ, საკმაოდ გაჯერებული იყო ჩვენი ბაზარი, მე ჩემს სფეროში ვიტყვი უხარისხო საკაბელო პროდუქციით და ძალიან ბევრს ფიქრობდით თუ როგორ იგზით წავსულიყავით. სხვადასხვა ქვეყნები მიმართავენ სხვადასხვა გზას, მაგალითად ჩამკეტი მექანიზმები, პრეფერენციული შეღავათი, ბევრი სხვა რაღაც, მაგრამ არც ერთი გზა საბოლოოდ რომ მივხვდით ეს გამართლებული არ იყო. თუმცა მეორე მხრივ იყო გამოჩენილი ევროპაში ექსპორტის გზა, რომელიც მოითხოვდა აბსოლუტურად განსხვავებულ პროდუქციას. და ის პროდუქცია ჩვენ რო გვეწარმოებინა ცალკე ევროპისთვის და გვეწარმოებინა ცალკე საქართველოში კიდე ადგილობრივი ბაზრისთვის, აი ძალიან დიდი სხვაობა იყო ამაში. და ჩვენ მქონდა ინიციატივა მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და ამავე დროს მათი მხრიდან მუშაობდა ჯგუფი, რომელიც აკეთებდა DCFTA-ის იმპლემენტაციას და დანერგვას და ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ მარტივად ვიტყვი, ქართული ბაზარი და ევროპული ბაზარი უსაფრთხოების კუთხით უნდა დამსხავსებოდა ერთმანეთს. ანუ ის მოთხოვნები, რაც უსაფრთხოების კუთხით არის კაბელის მიმართ დაყენებული ევროპაში, ევროპის ქვეყანაში, იგივე უნდა ყოფილიყო საქართველოში. ეს მანამდე ასე არ იყო. და იყო ძალიან დიდი ფიქრი ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რომ ამ ნორმატივების დაყენება ხო არ გამოიწვევს დიდ ბიუროკრატიას და ხო არ გამოიწვევს ასევე ამ პროდუქციის გაძვირებას. ჩვენი მხრიდან მოხდა დარწმუნება და ძალიან მხარდაჭერა იყო ეკონომიკის სამინისტროდანაც, რომ წავიდნენ იმაზე, რომ შემოიტანეს ეს დათქმა, ანუ ევროკავშირის ის რეგულაცია, რომელიც გვეუბნებოდა, რომ თქვენ თუ გინდათ გახდეთ ევროპის ნაწილი, მოდი დაიწყეთ იმითი, რომ უსაფრთხოება იყოს ისეთივე თქვენთან ბაზარში ელექტროინდუსტრიაში, როგორც დაუშვათ არის ჩვენთან. ეს მარტო ელექტროინდუსტრიას ვამბობ, თორე ასევე არის ბეტონი, არმატურა და ასე შემდეგ. კი ბატონო. წელს კიდე დაემატა სხვადასხვა ელექტროპროდუქტი, როგორიცაა გამწოვი, ფეჩი, უმელი და ასე შემდეგ. ეს დაიწყო 2018 წლიდან. ცოტა შეფერხება იყო გარკვეულწილად და ამიტომ ქვეყანას მოუწია ამ პერიოდის კიდევ გადაწევა გარკვეული ხნით, რომ ადგილობრივი მოთამაშეებისთვის მე ხო არა ვარ მარტო ამ ბაზარზე, ვინც აწვდის ბაზარს საკაბელო პროდუქციას. აქ მოიაზრება როგორც ადგილობრივი მეწარმე, ასევე იმპორტიორი. მოგეხსენება, ჩვენი ბაზარი ძალიან თავისუფალია, როგორც ყოფილი SNG-ს ქვეყნები, საბჭოთა ქვეყნებიდან, SNG-ს ქვეყნებიდან, ასევე თურქეთიდან და ასევე სხვა იმ ქვეყნებიდან, სადაც თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს. კაბელი შემოდის ყოველგვარი გადასახადების გარეშე, თუმცა შემოდიოდა ყოველგვარი შემოწმების გარეშე. და აი პირველი ამ რეგულაციამ გააკეთა ის, რომ სახელმწიფომ დასვა თამაშის წესები და თქვა, რომ კაბელი უნდა იყოს სერტიფიცირებული. კი ბატონო. აი თითქოს მარტივი რაღაც არის.
თითქოს ყველა წარმოადგენს სერტიფიკატს და არის თითქოს და ქაღალდი, მაგრამ ეგრე არ არის. ევროპამ ასევე დასვა თავისი პირობა, რომ ეს სერტიფიკატი უნდა იყოს გაცემული ევროპის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიებიდან. აი ეს იყო ერთგვარი ჩამკეტი მექანიზმი იმისა, რომ ხარისხის თემა შემოვიდა ყველაზე მაღლა. ნებისმიერი მოთამაშე, ვინც შემოდიოდა ბაზარზე, უკვე ვეღარ შემოიტანდა საკაბელო პროდუქციას, უხარისხო საკაბელო პროდუქციას, ვინაიდან მისი გადამოწმება ხდებოდა როგორც საქართველოს საბაჟოს და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ასევე უკვე ბაზარში ვეღარ შეიტანა, არავის აღარ აწყობს, იმიტომ რომ უკვე ჯარიმებთან და გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული პროდუქციის ამოღება, განადგურება და ასე შემდეგ. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ შევძელით თავისუფლად გვეწარმოებინა ხარისხიანი პროდუქცია და უკვე გაგვიჩნდა იმისი ამბიცია, რომ ჩვენი პროდუქცია მარტო საქართველოში კი არა, გაგვეტანა დაუშვათ სხვა ქვეყანაშიც. ნუ სომხეთში დიდი ხანია გავდიოდით და ევროპაში გამოფენაზე ვიყავით წასული, სადაც გავიცანით რამოდენიმე ბიზნესმენი, ვინც იყო დაკავშირებული კაბელის წარმოებასთან და დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა, თუმცა ეს გზაც არ არის ესე მარტივი, ვინაიდან ყველა ქვეყანას თავისებური დამცავი მექანიზმები აქვს, სადაც გეუბნება, რომ კი ევროპული რეგულაციას იცავ, კი ევროპის სერტიფიკატები გააქვს, მაგრამ აი ჩვენ ქვეყანაში არის ცოტა განსხვავებული კიდევ და ეს განსხვავებულიც უნდა დააღმავოს. და მოერგო ყველა ბაზრის სპეციფიკას. რა თქმა უნდა და ჩვენც შევეცადეთ და გავაკეთეთ ეს რომ ეს აი ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ აი სხვა ქვეყნების სტანდარტებზე და ეს ჩვენი თუ გვინდა ეხა ექსპორტი და წარმატება სხვადასხვა ბაზრებზე უნდა დავაკმაყოფილოთ. თუ იქაური კუდი უნდა დავიხუროთ, ყოველ შემთხვევაში სადაც მიდევს. მაგრამ ეხა მე მაინტერესებს ქართული ბაზრის სპეციფიკა. აი გავიგერო ევროპის ქვეყნები იცავენ საკუთარ ბაზარს და ბევრი პრეფერენცია არსებობს ამისი. ანტიდემპინგური კანონები და ბევრი სხვა რაღაც. აი ჩვენ რამდენად ვიცავთ ჩვენ ბაზარს. აი აქ არის ორი ნაწილი. პირველი ნაწილი, აი კანონი დღეს რამდენად იცავს ქართულ მწარმოებელს, მეწარმეს და მეორე, შავი ბაზარი. ანუ აი ეს ამ შემთხვევაში აი თქვენთან რამდენად მოდის თანაკვეთაში ეს კომპონენტი. ნახეთ, ახლა სიმართლე გითხრათ, შავი ბაზარი ნაკლებად არის უკვე დიდი ხანი, აი მას მერე რაც ეს სერტიფიცირების ამან მოკლა ავტომატურად შავი ბაზარი. თან ამის გარდა კიდე ადმინისტრება აქტიურად ხდება და მაკუთხით ნამდვილად არ აგვაქვს ასეთში. თუმცა ერთ რაღაცა არის. ის ქვეყნები, რომლებიც თავის ბაზარს იცავენ, მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ბაზრები არიან და დიდი ქვეყნები არიან. მათთან ადგილობრივი წარმოება საკმაოდ განვითარებულია. ეს კვერცხი და ქათამივითაა, ხო, ეს თუ არ დაიცავი, არ განვითარდება და თუ განვითარდება, მერე დასაცავი. კი ბატონო. დაახლოებით ესეთი რაღაცაა, ხო, თუ არ შემოიღე ის წესები, მაშინ არ წარმოება არ განვითარდება. თუმცა აქ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია. ჩვენ განყენებულად ამ ხელა მსოფლიოში ამოვარდნილი ვერ ვიქნებით კონტექსტიდან და ჩვენ რომ დაუშვათ ჩემს უდავი და დამცავი მექანიზმები შევქმნათ საქართველოს ბაზარში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის ჩაკეტვა. და ამიტომ ჩვენ გამჭვირვალე ბაზარი ვეღარ ვიქნებით, თავისუფალი ბაზრის წესებს ვერ დავემორჩილებით და როგორც კი დავაწესებთ ვინმეს მიმართ, ეს გამოიწვევს ავტომატურად ფასების დასაც და სხვა მხრიდან კიდევ პრობლემებს რა იმ კუთხით, რომ აღარ გეთანამშრომლება სხვა როგორც შენ ჩემს ანუ ჩვენ იქიდან გამომდინარე რომ პატარა ბაზარი ვართ, პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ დაყენება იმ პირობის ვიცი რა, მოდი რა, ჩემი წესები დაიცავ, ჩვენ ვართ საერთო ზოგად წესებზე მიერთებული, როგორც სტანდარტებზე საერთაშორისოზე, ასევე სხვა მაგალითთვის რო გითხრათ, საფრანგეთში ძალიან რთულია ჩვენი პროდუქციის შეტანა და რატო გეტყვით? ისინი ძალიან იცავენ ადგილობრივ წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ძვირი ყავს, არის თითქოს იგივე სტანდარტია, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, დიდად არ განსხვავდება, მცირედი რაც რომელიც ქარხანას ნებისმიერ შეუძლია დააღმაყოფილოს, მაგრამ არის მაგალითად მონიტორინგის სისტემა. კი ბატონო. და ამ მონიტორინგის სისტემა გულისხმობს, რომ ბევრი წარმოება და ბევრი შემსყიდველი აყენებს საკითხს, რომ შენ 6 თვეში ერთხელ უნდა გააკეთო მონიტორინგი ფრანგული წესების მიხედვით, ანუ ის წესების მიხედვით, რომელიც საფრანგეთშია გავრცელებული და იმ
კომპანიების მეშვეობით, რომელიც საფრანგეთში აკრედიტირებული. ახლა წარმოგიდგენთ საფრანგეთთან აკრედიტირებული კომპანია რო ჩამოვიყვანო მე თბილისში საქართველოში და რასთან არის დაკავშირებული დანახარჯებთან მაშინ უგზარმაზარი კონტრაქტი უნდა გქონდეს და ასე შემდეგ. თუმცა ფრანგული კომპანიები ასევე სარგებლობენ ადგილობრივი, როგორც ჩვენთან არის აწარმოე საქართველოს ისეთივე ალბათ საფრანგული არის მსგავსი სააგენტოები და სააგენტოები, რომლებიც ფრანგულ აკრედიტაციას ფრანგულ საწარმოებს უფინანსებენ და მისთვის ეს უკვე ნაკლები დანახარჯის შემცველია და უკვე FR სტანდარტი ქვია რა, ფრანგულ სტანდარტს მარტივად იღებენ. ასე რომ ესეთი დამცავი მექანიზმები აქვს დიდ ქვეყნებს. სადაც უნდათ რომ აგერ ახლა მოგესწრებათ ამერიკამ სულ ტარიფებზე გადაიყვანა ყველაფერი, მაგრამ იმას აქვს ესეთი ფუფუნება ასე ვთქვა და მუშტის ძალა რო იტყვის რომ აი მე ასე მსურს და ნუ აკეთებს ახლა და ჩვენ პატარა ქვეყანა ამას ნაკლებად ძნელად გაგვიჭირდება ამის გაკეთება. ერთადერთი მე ასე მგონია რომ სწორი იქნება მიდგომა რომ ძალიან დიდი სხვაობა არის ევროპის რეგულაციებსა და ჩვენ რეგულაციებს შორის. ნელ-ნელა რა თქმა უნდა მოგვიწოდებს ევროპა რომ თქვენ თუ გინდათ ევროკავშირის წევრი გახდეთ ეს რეგულაციები ნელ-ნელა უნდა შემოიტანოთ. ახლა მაგალითად გარემოს დაცვითი რეგულაციები შემოდის ძალიან მაღალ დონეზე და გეუბნება რომ უნდა დაემსგავსო ევროპას როგორც წარმოების კუთხით, როგორც წარმოების კულტურით, ასევე შრომის უსაფრთხოების კულტურით და ასე შემდეგ და ნელ-ნელა ასოცირდები და ასიმილირდები ამ საზოგადოებასთან. ალბათ ეს გზა არის უფრო უპრიანი რომ ევროპული სტანდარტები შემოვიღოთ. მეცმუნეთ ეს არ გამოიწვევს გაძვირებას, პირიქით ეს უფრო მეტად გამოიწვევს იმას რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდება. განვითარდება რატო? ვიღ არაფერი არა ისეთი მოთხოვნილი რომ რაღაც საუშეუძლებელი იყოს. მე მარტო კაბელზე არ ვამბობ, მე ვამბობ ყველა მიმართულებას ძალიან ბევრ დარგებზე. განზოგადება შეიძლება. იგივე კვების პროდუქტები, იგივე სხვა ინდუსტრიული წარმოება რაც არის, თუგი ჩვენ შემოვიტანთ იმ სტანდარტებს, სტანდარტიზაცია შეიძლება რაღაც გარკვეულ ბიუროკრატიას მოიცავდეს, მაგრამ ამავე დროს მერწმუნეთ დაცვის მექანიზმი არის. თუგი ჩვენ ეს დაცვის მექანიზმი გვექნება, რომ ხარისხი მოდი ცოტა განყენებული თემაა, ზოგ შეიძლება მოწონდეს წითელი ვაში, ზოგს ყვითელი ვაში, ზოგს დიდი, ზოგს პატარა, მაგრამ აქ თავარია უსაფრთხოება. თუ ჩვენ უსაფრთხოების იმ სტანდარტს შემოვიღეთ, მე რაც მაგალითად ელექტრო ქსელში, კაბელში მაქვს გამოცდილი, იგივე შეიძლება შემოიღოს სხვა პროდუქტებში, ხო? და დააყენო ის თამასა, ევროპული თამასა და ხარისხის თამასა, იღებ ძალიან კარგ ხარისხს. მადლობა აი ამ ძალიან სწორი აქცენტებისთვის, რაც ახლა აღნიშნე და ეხლა სხვათაშორის წეგან ახსენე არ გამოიწვევს გაძვირებასო, ხო? მოდი ასე დავატრიალოთ საკითხი. შენი ნებართვით რატომაც მე მგონია ხოლმე რომ ეს გასაგებია რომ დაბალწყიდულუნარიანი ბაზარია, ეკონომიკურად თქვათ ჯერ არ გვაქვს პარამეტრები რაც გვინდა და ბევრი სხვა ფაქტორი, ხო? მაგრამ ძალიან ისე სენსიტიურად უყურებთ ხოლმე პროდუქციის გაძვირებას. მე საერთოდ მოდი შემოვიტანებთ საკითხს და მოდი ამაზე ვიმჟღავნოთ. მე საერთოდ მგონია რომ როგორც ქვეყანა უნდა გავძვირდეთ ძალგეული მიმართულებებით. ნუ ამას უნდა დაეწიოს რა თქმა უნდა ბევრი სხვა რაღაც იგივე ერთულ მოსახლეზე შემოსავალი სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური პარამეტრები, მაგრამ მე მგონია რომ რაღაც დონეზე უნდა გამოვიდეთ იაფფასიანი ქვეყნის კლიშედან და ამისი პირველი მედროშე უნდა იყოს ქართული მეწარმე, რომელმაც მაღალ ფასიანი, მაღალ მარჟიანი და მაღალ სეგმენტური პროდუქცია უნდა შექმნას თავიდან ბოლომდე და ამას რა თქმა უნდა ადგილობრივმა ბაზარმაც უნდა მისცეს მხარდაჭერა და რა თქმა უნდა ასე უნდა ვაპოზიციონიროთ ჩვენ პატარა ქვეყანამ ჩვენი პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე. აქედან გამომდინარე კი მე ვხედავ პირდაპირ კორელაციას სტანდარტიზაციასა და გაზრდილ ფასებთან მიმართებაში. ამიტომაც ეს გარდუალი პროცესი არის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არ უნდა იყოს ბიზნესის კეთილინება, ეს არ უნდა იყოს დოტაციური პროექტი, ეს რა თქმა უნდა იყოს კომერციულ პარიტეტზე აგებული და სხვათა შორის ამას შენინებართვით ასევე სხვადასხვა ინდუსტრიებზეც განვაზოგადებ, ხო, დაწყებული უძრავი ქონებით და დამთავრებული თუნდაც სოფლის მეურნეობით და აგრო მიმართულებებით. ქვეყანამ უნდა რეალურად დაიჭიროს თავისი თამასა, ძვირადღირებული, მაგრამ ამავდროულად ხარისხიანი პროდუქციის პრიზმაში. აი, ამ დათქმას თუ მოყვები და რეალურად
მაინტერესებს აი ბაზარი რამდენად გვიწყობს ამაში ხელს და ასევე ჩავაქსო ერთ კითხვას შეიძლება ვთვით ანუ ბაზრის განვითარების ევოლუციასაც რომ მოვყვეთ ხო 2006 წლიდან პარტნიორებთან ერთად უკვე ამ ფერხულში ხარ ჩართული და აი 2006-დან დღემდე აი რა ევოლუცია განიცადა თვითონ ბაზარმა ამ შემთხვევაში აი თუნდაც იგივე პარტნიორები, დამკვეთები, კონტრაქტორები ჯერ ლოკალურ პრიზმაში თორე ხა გლობალურად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ აი ქართული ბაზრის სპეციფიკა არის საინტერესო აი 2006 წლიდან დღემდე გაიზარდა განვითარდა კომპანია მაგრამ აი რამდენად მოყვება მას ბაზარიც კარგი ასპექტი შეიძლება გავაკეთოთ საკმაოდ კარგი შედარების. ძალიან ქაოტური ბაზარი იყო. და ესე იგი ჩვენი პროდუქციის პირველი შემოტანა იმპორტი რაც მაშინ გავაკეთეთ და მერე უკვე ქარხნის შესყიდვა დაემთხვა იმ ფაქტს რომ არ იყო დენი. იყო ლიმიტირებული იყო გათიშვები და ასე შემდეგ და მოგეხსენებათ ეს ის პერიოდია, როდესაც ენერგეტიკის სამინისტრომ წამოიწყო პროექტი გამრიცხველიანების და მაშინ თელასიკი იყო შემოსული ბაზარზე მუშაობდა, მაგრამ სხვა დანარჩენ საქართველოში არ იყო ყველაფერი. და მაშინ შემოვიდა UDC იყო თვალსაჩინო კომპანია, რომელმაც გააკეთა ბაზრის გამრიცხველიანება, ანუ მოწესრიგება და შემდეგ უკვე შემოვიდა ენერგოპრო ბაზარზე. ასე ვთქვათ, მარეგულირებელი კომპანია. ეხლა რატო ვამბობ ამას რა? იყო ქაოსური სისტემა და გადავიდა რეგულირებულზე და კერძო სტრუქტურაში. ეხლა ეს ჩემი მოგონებული არ არის კერძო ინსტიტუცია და სოციალისტურიდან კერძოზე გადასვლა პრივატიზაცია რომ კარგია და ბიზნესის განვითარების სტიმულს აძლევს თავისთავად ცხადია ფაქტია. და ამან გამოიწვია ის რომ ამ თემაში რეგულაციის გარკვეული ჩარჩო დაწესდა. და როდესაც რეგულაციის გარკვეული ჩარჩო დაწესდა არ იყო იქ საუბარი მაშინ დაუშვათ აი ამ სტანდარტებზე რომელიც დღესაა გინდა უსაფრთხოების გინდა ხანძარმედოების გინდა ყვავილის გავრცელების და ასე შემდეგ უამრავი შემილია ვთქვა. და ნელ-ნელა გვიწევდა ამასთან შეხება და ბრძოლა. და ჩვენი ბაზარი ვითარდებოდა ესე. რომ სულ გვიწევდა ხელჩართული ბრძოლა რომ აუ იმას შემოახ უხარისხო პროდუქცია. უხარისხო პროდუქცია მოდი რა მახედველობაში გეტყვით. არასტანდარტული პროდუქცია. არსებობს გარკვეული სტანდარტი, რომელიც გეუბნება, რომ კაბელი მაგალითად 2.5-ზე უნდა იყოს ამდენი დენის გამტარი, აი ამდენ დენს უნდა ატარებდეს. ამდენ დენს უნდა ატარებდეს, ჩვენ თემაში ითარგმნება ისე, რომ სპილენძი უნდა იყოს მასში და ალუმინი მაღალი ხარისხის, რაც სტანდარტის მიხედვითაა განსაზღვრული და მისი დიამეტრი უნდა იყოს იმოდენა, რომ ამდენ დენს ატარებდეს თავისუფლად. შესაბამისად იზოლაციის სისქეც უნდა ქონდეს შესაბამისი ხარისხის და ეს ყველაფერი გეომეტრიაში, არითმეტიკაში და მერე ფიზიკაში და მერე გადადის კიდე ზომა-წონაში. და ყველა ნედლეული იწონება, ყველა ნედლეული იზომება და ნებისმიერი არა კეთილსინდისიერი მეწარმე თუ ვინცობა ამ პარამეტრებს არღვევს, მას თვითღირებულება უჯდება უფრო იაფი და შესაბამისად ყიდის პროდუქციას უფრო ჩვენ მქონდა ესეთი შემხებლობა რომ არ იყო ეს სტანდარტები მაშინ რეგულირებული და ბაზარზე გამოჩნდა ესეთი პროდუქცია რომელიც აი ნუ ჯერადობით იაფი იყო ჩვენთან შედარებით და მეთქი რომ დავიხურეთ თავზე ხუთ წავით სახლში რაღა გვინდა მე შემთხვევით სრულიად შემთხვევით და ყოველთვის როცა გაინტერესებს და შემოდის რაღაცა ბაზარზე ნახულობ ხო მივედით ნახეთ არის კაბელი სპილენძის კაბელია ჩვეულებრივად მე სხვა შორის ისიც ქონდა ეს ვიდეო კოლაჟიც ქონდა იმ დროს ტელევიზიით რომელიღაც არსზე გადიოდა რაღაც მასოს ჩუნახეთ კაბელია ჩვეულებრივად და რაღაც მემძიმა ხელში სპილენძის კაბელი კი არის მაგრამ ნუ მძიმეა თან რაღაცა უხეშია ხარისხიც არ მომეწონა წავედით შემომოწოთ ლაბორატორიაში საერთოდ არ ათენის გამტარობა აი ძალიან დაბალია და
და მე სრულიად შემთხვევით რა მანქანაში მაგნიტი მე და მაგნიტი მიიზიდა რა კაბელმა გავგეთქეს კინა არ არის სპილენძე ამ დროს სპილენძე უყურე ხა ფერი ცოტა გავხდით ახეთ რომ კინა არის მოსპილენძებული არის ესეთი პროდუქტი ზოგადად სოფლიოში მაგრამ ეს არ შეიძლება კაბელისთვის გამოყენებული იქნას მაგრამ არავინ არ რეგულირებდა არაფერი არ რეგულირებდა მაშინ ამას ნუ წარმომიდგენია ამასთან ბრძოლა ქონდა ერთი პერიოდი მე შემოვიდა მეორე უარესობა არის ეს პროდუქტი კუპერკლად ალუმინი მოსპილენძებული რომელიც დღესაც გამოიყენება მაგრამ არა ელექტროგადაცემაში ეს გამოიყენება უფრო ტალღების გადაცემაში მე ის შემოიტანეს რომ მიმგვანებული იყო და ეს იმდენად როგორ გითხრათ ქაოტური იყო აი როდესაც ეს წესები და თუნდაც მცირედი ბიუროკრატია მე არ ვამბობ რომ რაღაც მცირედი წესები რომელმაც დაარეგულირა როგორც ევროპაში არის ისე რომ უნდა ახდეს უსაფრთხოების სერტიფიკატი ჩაკეტა ეს თემა და იმის მერე აი აღარც მსმენია სიმართლე მსგავსიც აღარაფერი არ მოხდა აი ეს არის მე მოგიყევით ევოლუცია იქიდან თუ რასთან გვიწევდა ბრძოლა და სადვარ დღეს ხო აი ამასთან დაკავშირებით რა ძალიან კარგი პრეისტორია იყო მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის და ხო ნუ აი საგულისხმოა რა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეალურად ის ტენდენციები და თუნდაც ხარისხიან პროდუქციას მე აი ამ ყველაფრის მერე კონდეს შესაბამისი ფასი ხა ამაზე არ უნდა ხდებოდეს ეს ზედმეტის ალაპარაკო და ამაზე ყოველთვის უნდა ბაზარი ამას ყოველთვის გაგებით უნდა მოეკიდეს და მე მათ შორის ბაზრის მომწიფებაში ამასაც გულისხმობ რომ რეალურად კი ბატონო ხარისხი ფასთანაც უნდა იყოს კორელაციაში ერთი კიდე ესეთი ნიუანსი მაქვს სხვათა შორის აი ორ ნაწილად დავყოფ უკვე თვითონ ჩვენი ბაზრის ინფრასტრუქტურა არქიტექტურას სადაც უშუალოდ თქვენი პროდუქციის იმპლემენტირება ხდება და მეორე ნაწილს აუცილებლად შემოვიტან მსხვილ მასშტაბურ პროექტებს მასში ქართული კომპანიების ჩართულობას და გამოცდილების გაზიარებას. ეხლა აი პატარა გადახვევას გავაკეთებ შენ ნებართვით. აი მაგალითად სიტყვაზე გაეშვა ეხლა ექსპლუატაციაში ფაქტიურად 97% მთელი რიგი ლოტებისა პარალელს ვავლებ უბრალოდ რიკოთის მონაკვეთი ავიღოთ, ხო? ჯერ ეგეთი რომ ახლა საუკუნის პროექტი არის და ამაზე ხაზგასმით შემიძლია ბევრი ვისაუბრო, მაგრამ ჩემთვის პირადად სასიამოვნოა ის რომ წლიდან წლამდე, ნუ ხო ცოტა დაუგვიანდა მართალია ამ პროექტის ექსპლუატაცია, მაგრამ მიხარია ის რომ წლიდან წლამდე ტენდერებში იზრდებოდა ქართული კომპანიების ჩართულობის წილი. კი, გასაგებია, იქ ჩინელები აშენებდნენ ძირითად ლოტებს, თურქული კომპანიები იყვნენ, მცირე რაოდენობით იყვნენ ამერიკული და ევროპული კომპანიები, მაგრამ მათთან ღირსეულად უკვე კოლაბორაციაში იყვნენ ქართული კომპანიებიც. რაც ალბათ აი თუნდაც რაღაც 10-15 წლის წინ წარმოუდგენელი ფაქტი იყო, იმიტომ რომ ქართულ კომპანიებს აი ინფრასტრუქტურა რეკონსტრუქციის ნაწილში ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდათ და შესაბამისად გაუჭირდებოდათ შესაბამისად ასეთი პროექტების გამკლავება. ეს უბრალოდ პარალელისთვის. ამით ხაზი გაუსვი იმას, რომ ქართულ ბიზნესში დღეს ცოდნა, გამოცდილება და დოვლათი დაგროვილია, რომელიც უნდა გავაზიაროთ და რასთავარია სახელმწიფოში ეს უნდა გამოვიყენოთ რომ მათ შორის ეს ჩვენი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებებით გამოვიყენოთ, ხო? ეხლა უბრალოდ სხვა მიმართულება აბსოლუტურად, მაგრამ რაღაცა ირიბი კორელაციები შეიძლება გავავლოთ აქაც, ხო? აი თუნდაც იგივე შავი ზღვის კაბელიც პირობითად, რომელიც აი პირობითად ეხლა უბრალოდ ცოტა უტრირებული მაგალითია, შესავალშივე გავაკეთე, ხო, ეს აქცენტი, მაგრამ აი თუნდაც მაგალითად ერთადერთი გზა, ხო, რაც გვაკავშირებს კონტინენტურ ევროპასთან, ეს არის შავი ზღვის რელიეფულ შელფზე არსებული კაბელი, რომელიც ბევრი მიმართულების, ესე ვთქვათ, საწინდარი შეიძლება გახდეს ეკონომიკური დოვლათი ელემენტარულად, ხო? მე აქ ქართულ გამოცდილებას აუცილებლად გავიზიარებთ. და მე მინდა ასევე შემოვიტანო ჩვენ საუბარში მსხვილი მასშტაბური პროექტები. აი რამდენად იზრდება მომართვიანობა, თხოვნაც თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ აი გაგვიზიარეთ გამოცდილება მაგალითად, გვასწავლეთ როგორ გავაკეთოთ, როგორ ვასწავლოთ პირობითად უცხოელებს ეს ყველაფერი და ამ შემდეგ და ამ. აი რას გვეუბნება დღეს ჩვენ ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პალიტრა ამ მიმართულებით? მოდი ასე ვთქვათ საზოგადოდ კაბელი მაინც მშენებლობასთან დაკავშირებული პროდუქტია და როდესაც ხდება ბინადმშენებლობა, ინდუსტრიული მშენებლობა, სავაჭრო, საავადმყოფოები, საოფისე პარტი თუ სხვა, ყველგან გამოიყენება. ასევე გადამცემი ხაზები და ასე შემდეგ. დიდი ფართო გამოყენება. თავიდან ჩვენ რო დავიწყეთ მუშაობა, ვაკეთებდით
50 მმ კვადრატამდე კაბელებს 95 მმ კვადრატამდე სადენებს. ახლა რომ წარმოდგენა შეგექმნათ, კაბელი არის იზოლირებული, სადენი არის არაიზოლირებული. დღეს ვაკეთებთ კაბელებს მრავალწვერას 240 მმ კვადრატის ჩათვლით და ცალწვერა იზოლირებულს 800 მმ კვადრატის ჩათვლით. ასევე არაიზოლირებულსაც. ანუ დიაპაზონი საკმაოდ გაიზარდა. ტერიტორია საკაბელს თავიდან ეკავა 10 გექტარი, დღეს უკავია 5 გექტარი. ხალხი მუშაობდა თავიდან ალბათ 800 ადამიანი, აი როცა ეს 95 კვადრატამდე რო ვაკეთებდა და დღეს მუშაობს 300-მდე ადამიანი. ეხლა რატო ვიწყებ აი ამ შედარებებით? თავიდან ჩვენ პროდუქციას იხმარდა საკმაოდ მცირე სპექტრი მომხმარებლების. ეს იყო ძირითადად კერძო პირები, რამოდენიმე ენერგეტიკული კომპანიები და რამოდენიმე დეველოპერი, რომელიც ბინებს აშენებდა. თავიდან იყო მოხმარებაში ორწვერა კაბელი ერთმაგი იზოლაციით, მერე ნელ-ნელა სტანდარტები რო დაიხვეწა, შემოვიდა ორმაგი იზოლაცია, მრგვალი, ჰალოგენის არშემცველი და მრავალი ასეთი, რომელზედაც მოგვიწია თავისთავად ცხადია ხარის აბმა და მისი წარმოების ათვისება. ძალიან რთული და საკმაოდ შრომატევადი და საკმაოდ ინვესტიციატევადი პროდუქტია კაბელი. ასევე გამოწვევები იზრდებოდა, უკვე დაიწყო მრავალი ბევრი ინვესტიციის შემოსვლა საქართველოში მშენებლობის კუთხით, სავაჭრო ცენტრები იქნება ეს, დეველოპერული მშენებლობები იქნება, ქარხნები იქნება, ინდუსტრია იქნება და ყველას აი ამათ ჰქონდათ მოთხოვნა უკვე მაღალ ხარისხზე. და შესაბამისად მოგვიწია ამ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება, თუმცა იმ პროდუქციას სხვა არავინ არ გამოიყენებდა, მაგრამ მივხვდით, რომ ბაზარი ამ კუთხით მიდის. განვითარდა კიდევ და ეხლა ეს შავი ზღვის კაბელი გამახსენდა, ძალიან აქტუალური გახდა ალტერნატიული დენის წყარო, ენერგია და შემოვიდა სოლარის სისტემები, ზის პანელები. დავიწყეთ მასზე ზრუნვა და დავიწყეთ მისი ათვისება. ერთ-ერთი ყველაზე რთული კაბელია იმ კუთხით, რომ ამ კაბელმა უნდა იმუშაოს მზის გულზე წლობის განმავლობაში და გაატაროს დენი ისე რომ არ კონდეს დაზიანება, გარეგანი დაზიანება, ის მზის რადიაცია არ იმოქმედოს დენის ხარისხზე და ასე შემდეგ. ამიტომ ამ კაბელს აქ როგორც შიგნით თვითონ გამტარს გარკვეული დაცვა, ასევე იზოლაციას გარკვეული დაცვა. ბევრი კომპანია არ არის, ვინც აწარმოებს ამის მასალას, თუმცა ჩვენ ევროპულ ბრენდებთან გვაქვს ურთიერთობა, საიდანაც ყიდულობთ და მოგვიწია ამ კაბელის დამზადება, დავამზადეთ, გაგვეხარდა კარგია, მაგრამ ახლა მოდი ასე ვთქვათ. რამდენად იოლად გასატანი არის ეს საერთაშორისო ბაზარზე და ადგილობრივ ბაზარზე. ნებისმიერი ოპერატორი, ვინც არ უნდა იყოს თავმოყარე, რა თქმა უნდა, გნებავთ საერთაშორისო, გნებავთ ადგილობრივი, ყველა ითხოვს მაღალი დონის სერტიფიკატს აი ამ კაბელზე. ჩვენ ამ კაბელზე გვაქვს ორი ტიპის სერტიფიკატი, ერთი ევროპული სერტიფიკატი, ჩეხურ ლაბორატორიაში გავაკეთე და მეორე ტუვის საერთაშორისო სერტიფიკატი. აი ტუვის საერთაშორისო სერტიფიკატი თუ არა აქვს ამ კაბელს, ვერსად ვერ გაყიდე. ჩაკეტილია ექსპორტის თემა მომენტალურად. ნუ საქართველოს შეიძლება ევროპული სერტიფიკატით გაყიდო და არ იყო პრობლემა. და ახლა რატო ვთქვი ეს? 9 თვე მიდიოდა ამ კაბელის ტესტირება. და დაგვეხმარა აწარმოე, დაგვეხმარა USAID-ის პროგრამა იყო, რომელმაც დააფინანსა დიდი ნაწილი ამის სერტიფიცირება, საკმაოდ ძირითადებული სერტიფიცირება. წარმომიდგენია. და 9 თვე მიდიოდა ამის სერტიფიცირება და მივაღწიეთ აი ამ სერტიფიკატს, რომელიც უკვე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აი საქართველოს რო უნდა მიუერთდეს ევროპას იმ კაბელზე, იქ უნდა გავიდეს დენი, რომელიც
საქართველოში რაც არის დაგეგმილი მზის პანელების და ქარის სადგურების და კიდე ჰიდროსადგურების მიერ დენის გამომუშავება ყველა უნდა შეიკრიბოს და გავტარდეს იქ. გატარდეს იქ. მივიდეს რუმინეთში ხო. და მერე მოხდეს. აი ხა ამ მზის კაბელს მერე უკავშირდება ძალოვანი კაბელი. მერე უკავშირდება მაღალი ძაბვის სადენი და ასე შემდეგ, რომელშიდაც ყველაფერში მოგვიწია მონაწილეობა, ინვესტირება, პროდუქციის შექმნა და ბევრი ინოვაციის გაკეთება, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს სისტემები ამ სისტემის ნაწილი გახდე და მიიღო მონაწილეობა ყველაფერ ამაში. აი ჯაჭვი. და ამის გარდა კიდე არსებობს ერთი ასეთი ნიუანსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერ ამასთან ახლავს წარმოების ეფექტი, ანუ რაოდენობრივი ეფექტი. თუ არ ფიქრობ რაოდენობრივ ზდაზე, აქ ის რომ შენ გააკეთო ხელნაკეთი პროდუქცია, ამაზე აზრი არ აქვს. შეიძლება ხელნაკეთი იყოს ნაკსოვი რაღაც, ან ხელით გათლილი რაღაც. ეს არის ინდუსტრიული პროდუქცია და ყველაფერი ამაზეა თან სოფლიოში გადასული. რაოდენობრივ ეფექტი არის. თუ შენ რაოდენობრივად ბევრს და დროულად არ აწარმოებ, ისე ბაზარიდან ამოვარდები. აი თემა არსებობს. აი რა მაგარი რაღაც მოგევი ხა რა. აი სხვათა შორის ეს არის პირდაპირ ვამბობ რა, ანუ ჩვენი პრობლემაც არის და მედია საშუალებების პრობლემაც არის რა, რომ აი ყოველთვის აი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ლაპარაკობთ ხოლმე რაღაცეებზე, აი დიდაქტიკურად ეხა აი რატომ მოვიყვანეთ თუნდაც ჩავიზღვის კაბელის თემას, ხო, ანუ ვინმეს ოდესმე ერთიან სურათში დანახული აქვს ის სამუშაოები, რასაც ქართული კომპანია აკეთებს. მარტო ვლაპარაკობთ სადღეგრძელოებით, რომ აი საქართველო დაუკავშირდება ევროპას, გადასარევია, რაჯობია ამას, მაგრამ ანუ ამის მიღმა რა არის, რა ტარდება, ეხა აი თუ ასე სოლარ სისტემები ახსენე, ხო, ანუ აქ ეხა ტექნიკურ ნაწილში მე რა თქმა უნდა წამოყვები, მაგრამ ასე სიღრმისეულად გამიჭირდება ეხა წამოყოლა, მაგრამ ტექნიკურ ნაწილში ხა ცხადია გამეგება მეც და შესაბამისად აი იმპლემენტირება გაუკეთო და ჩაჯდე ტექნოლოგიურ ჯაჭვში, თუნდაც იმ სისტემებთან, რასაც Huawei გვაწვდის, ძალიან მარტივად რო ვთქვა, ხო და მასთან მოხვიდე პირდაპირ ლინკში, ეს ძალიან რთული საქმე არის. ყველაფერს რო თავი დავანებოთ და თუნდაც იმ რაღაც კლიმატურ მზესთან თავსებადობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ნიუანსებზე ვილაპარაკოთ. ხო, ამიტომაც არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური ნიუანსები, რომელიც ჩვენთან არის, აქ არის და აქაურ, ასე ვთქვათ, ადამიანურ რესურსში არის დაგენერირებული. ერთი ნიუანსი მინდა კითხო, ხა იმდენად უბრალოდ აი დრო პრინციპში ცოტა გვჩება, მაგრამ ისე საინტერესო დინამიკაში მიდის, ჩვენი საუბარი არ მინდა რომ ეს ინტერვიუ დაამთავრდეს, მაგრამ ჩვენ ხელშია ყველაფერი, კიდე არაერთი ფორმატი მოგცემს საშუალებას, რომ საინტერესო დიალოგები მოვაწყოთ. ორი საკითხი მექნება შენი ნებართვით და პირველ საკითხს მე აქვე აი ავტომატურად მოვაყოლებ ადამიანურ კაპიტალს, იმიტომ რომ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ საშეღავათო კომპონენტებზე, მხარდაჭერაზე, გრანტებზე, ანუ ადამიანური რესურსის გარეშე წარმოუდგენელია ეს ყველაფერი და შესაბამისად აი კარგ მთქმელს, კარგი გამგონი ჭირდება. მე საერთოდ აი ყოველთვის ვეგუები ხოლმე და ვიღებ იმ მოცემულობას, რომ დამფუძნებელი ყოველთვის არის ფრონტი. მორჩა რეალურად ის არის ყველაფრის გამკეთებელი, პერფექციონისტი და შესაბამისად ხო ყველა მას უნდა გაყვეს და ძალიან რთულია რომ მას აუწყო ფეხი. აი ხა რასაც აუბრობ, ხო? მე დარწმუნებული ვარ რომ აი ამ ტექნოლოგიურ ესე ვთქვათ, წიაღწევებში ბევრი ვერ წამოყვება. თუმცა ამავდროულად დარწმუნებული ვარ იმ პროფესიონალი კადრების რაოდენობაში და შესაძლებლობებში, რომლებიც შენთან საკაბელში არიან დასაქმებულები და მე მინდა კითხო აი ადამიანური რესურსი. ჯერ მარტო ინდუსტრიით დავიწყოთ, ხო? ეხლა ინდუსტრიული ქარხნის მართვა დაწყებული ინვენტარიზაციით, სტოკის მართვა, მენეჯმენტი, ეს ალგე თემა არის. იქ აღარაფერი რო აღარ ვთქვათ ცალკეულ რგოლებზე, რომლებიც და აღარაფერი რო აღარ ვთქვათ ტექნიკურ ჯგუფებზე, რომლებიც აი ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, ერთ აჟურში მოქცევაზე უნდა იზრუნონ, ხო? რამდენად დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში ადამიანური რესურსი და აი ხშირად საუბრობთ, ეხლა ბოლო პერიოდში გახდა აქტუალური განათლების რეფორმაც, ხო? მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში რომელიმე საგანმანათლებლო კერა ახდენდეს კადრების მუდმივ რეპროდუქციას და მიწოდებას ბიზნესისთვის და ხო ეხლა მე არ მინდა თან რიტორიკული კითხვა გამომივიდეს, ამიტომაც აი რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ჩვენ ადამიანური რესურსის კუთხით. ერთ-ერთი მართლაც ყველაზე მეტად პრობლემატური საკითხია. კი ბატონო. და
სულ მუდმივად ძიებაში ვართ, სულ მუდმივად ვართ ახალი კადრების მოზიდვაში. შესაბამისად ამისა როტაციაც ბევრია და დენადობაც ხშირია. თუმცა მაგ კუთხით და ძალიან ბევრი შემიძლია ამაზე ვისაუბრო. არის გადამზადებისა და მომზადების კერები ჩვენი პოლიტექნიკური ინსტიტუტთან დაწყებული სხვადასხვა ტექნიკური სასწავლებლები. ჩვენ თვითონ შიდა ჯგუფი გვყავს. ჩვენ თვითონ ვიყვანთ ხოლმე სტაჟიორებს ყოველწლიურად თითქმის ვზრდით მათ და მე ვინც უკვე გამოდგება ვიტოვებს. მაგრამ ძნელად მოდიან ძალიან კადრები. მე ყოველთვის მიგვირს ხოლმე გქონდა ჩვენ რამდენჯერმე ასეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამთავრებს ინსტიტუტს, თუნდაც ჩვენი ქარხანა ზესტაფონშია და ზესტაფონში და მის გარშემო რაიონებში მაცხოვრებელი ხალხი, ვინც ამთავრებს თბილისში პოლიტექნიკურს მაგალითად და მიიწვევ საკმაოდ ნორმალურ ხელფასზე, ისეთი რომელიც ახლა ბევრს არ აქვს ზესტაფონში, მიიწვევ სამუშაო და გაქვს ეს პერსპექტივა, რომ დარჩე იქ და იმუშაო. და რამოდენიმე მყავს ასეთი ადამიანი, ვინც დარჩა, გამოდგა, იმუშავა და საკმაოდ კმაყოფილი და საკმაოდ წამყვანი სპეციალისტები არიან დღეს ჩვენთან ქარხანაში. მაგრამ ბევრმა დაანება თავი და ისევ თავისი პროფილით კი არა, სხვა პროფილით წავიდა. ზოგი თბილისში დაბრუნდა, სხვა რაღაც სამსახური მოძებნა, ზოგი სხვა სფეროში გადავიდა. ანუ ფაქტიურად მან ის 5 წელი ფუჭად დაკარგა, რისთვისაც ისწავლა და ან ვერ ისწავლა და ნუ მოდი ასე ვთქვათ რა. ზოგადად ეს პრობლემა არის. ეხლა როგორ თქვა და თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში დღეს არის და თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ადამიანს წავიდეს და მაგრამ იქ უკვე გართულდა როგორც ადამიანების მიღება, ასევე კადრების დასაქმება და ასე შემდეგ. კი ბატონო. თუმცა ამაზე ძალიან ბევრი იშრომა ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა დირექტორატმა, რომ ეს გუნდი შეეკრიბა, მოეზიდა და ყველაფერი არის მაინც ალბათ ის დაინტერესება თუ მე არ ვამბობ მარტო მატერიალური დაინტერესება არის ერთგვარი აუცილებლობა რომ ადამიანმა თავი არის ინტერესი ჰქონდეს თვითონ საქმისადმი. ჩვენ მქონდა რამოდენიმე გამოწვევა, როდესაც გადაერაღების წინ ვიდექით. ყველა ამ გადაერაღებას ახლდა ის რომ უცხოელი მოდიოდა, ზოგი ჩეხი, ზოგი გერმანელი, ზოგი უნგრელი, ზოგი თურქი და დანადგარები რაც მოქონდათ ის მონტაჟში ღებულობდნენ მონაწილეობას. ნუ ამას რა თქმა უნდა ჩვენი სტაფი აკვირდებოდა და მე მათ უნდა გაეგრძელებია ხო ეს სამუშაო მისი მსახურება და ასე შემდეგ. ძალიან კარგი კადრები გვყავს ამ მხრივ, რომელმაც თავიდანვე როდესაც რამოდენიმე ასეთი გადაერაღება მოხდა, შემოვიდნენ ჩვენთან წინადადებით და გითხრეს რომ აი მოდიო ჩვენო თუ კი გვასწავლითო მაგალითად ჩვენ ვართ შნაიდერის წარმომადგენელი საქართველოში და ჩვენ თუ კი გვასწავლითო შნაიდერს ჰქონდა გარკვეული კურსები, რომელიც არის გარკვეული ინდუსტრიულ პროდუქტთან წდომარი. მაგალითად კომპიუტერი მოდი ასე ვთქვათ რა, რომელიც დაზგადანადგას მართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძველი დანადგარებ საერთოდ არ ქონდა კომპიუტერი, სულ მექანიკურ გადაცემებზე იყო აწყობილი და დღეს უკვე სულ ელექტრულ გადაცემებზე აწყობილი. და ამას ადრე ამონტაჟებდნენ უცხოელები. დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენივე გუნდმა, რომელმაც გადამზადება გაიარეს შნაიდერის კურსებით, შემდეგ ვიყიდეთ იგივე შნაიდერისვე კომპიუტერები და ჩვენ თვითონვე გავაკეთეთ შიდა გადაერაღება ბევრ რაღაც დანადგარს. იყო მე შნაიდერის წარმომადგენელი მოსული, ნახა რომ ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. იყო ასევე გერმანული ქარხნის წარმომადგენელი, სკეტი არის ეს ცნობილი ქარხანა, რომელმაც ნახა მუშაობს, მოხდა სპეციალური დასვნა რომ კი ბატონო, ამათი გაკეთებული ქართველების გაკეთებული. აი ეს გადაერაღება არის კარგი და მუშაობს დღეს. აი ეგა ის დაინტერესება და სტიმული, რომელიც ხელფასის გარდა აძლევს თანამშრომელს იმის საშუალებას, რომ მისი ცოდნის რეალიზება გააკეთოს. ეს ხდება არა მარტო ამ პროცესში, არამედ კაბელი ცოტა ისეთი პროდუქტია, რომელიც უსაფრთხოებასთან არის კავშირში და მაგ კუთხით ღმერთმა დაიფაროს სადმე ხანძარი ან რაიმე თუ გაჩნდა, ყოველთვის არის იმისი ფიქრი თუ საიდან რამ გამოიწვია ხანძარი, ხო? არასწორი შეერთება, გინდა
კაბელის დაზიანება, კიდე სხვა ავარია, იწვევს ამას. და ყოველთვის უნდა გქონდეს შენი მკაფიო პოზიცია, რომ კაბელი აქვს არაფერ შუაში. ეს რო დაამტკიცო, ყველა ჩვენ თითოეულ კაბელის მეტრაჟს აწერია საკაბელი. და ამ საკაბელის გვერდით არის დატანილი საიდენტიფიკაციო ციფრები. თითქოს არაფერი არ არის საიდენტიფიკაციო ციფრები მეტრაჟის გარდა, ნუ დასახელება, სტანდარტი ასე. მაგრამ ამის მიხედვით ხდება მიკვლევადობა. ეს მიკვლევადობის პროგრამა არის ISO სერტიფიცირების ნაწილი და ზოგადად საკაბელო ინდუსტრიის სერტიფიცირების ნაწილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი იმ ციფრის უკან დგას ადამიანური ფაქტორი, ვინც ეს დაამზადა, როდის დამზადდა, რომელი მასალით დამზადდა და ასე შემდეგ. მთელი ჯაჭვი არის. ჯაჭვი არის მთელი. და ეს ყველაფერი შექმნეს ჩვენმა თანამშრომლებმა, რომელმაც მე გაიარა ავტორიზაცია სხვადასხვა დონეზე და ამით ჩვენ დღეს ვამაყობთ, რომ იმ სერტიფიცირების პროცესში ჩვენივე პროდუქტი არის. იგივე ქართული სოფტის პროდუქტია. დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენთან დანადგარებზე, როდესაც ჩართულია, ქართული პროგრამით ხდება ყველაფრის წარმოება. ძალიან მაგარია და აი მე რა ვიცი, აი მინდა ჩვენ ქვეყანას უსურვო აი ესეთი ბევრი წარმატების ისტორია, რაც თუნდაც საკაბელმა დაწერა მთელი ამდენი წლის განმავლობაში და რა თქმა უნდა აი მწოდნის და გამოცდილების გაზიარება. უნდა ვისწავლოთ, მოусმინოთ ერთმანეთს, თორე სხვანაირად არაფერი არ გამოვა. მინდოდა ახლა მეკითხა ფინანსურ ინსტიტუციებთან ურთიერთობაზე, მაგრამ დრო აღარ მოგცემს ამის საშუალებას. გადავაჭარბეთ საქმიან პროტოკოლს 1 საათს. თუმცა ეს საკითხი, რომ ბევრი თემა დამშა კიდე გასავლელი, გვაძლევს იმის ინსპირაციას, რომ ჩვენ სხვადასხვა ფორმატებში კიდევ არაერთხელ გვესტუმრო და არაერთხელ მოვაწყოთ ასეთ საინტერესო დიალოგები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა მრავალრიცხოვანმა პუბლიკამ ისი ამოვნა ამ საქმიანი 1 საათით და ამისთვის დიდ მადლობას გიხდი შენ. წარმატებებს გისურვებ. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობები და მოკლედ წარმატებები შენ და საკაბელს.